ტრამპმა პოლიტიკური ჯოჯოხეთი გახსნა კუბაში ამ 4 შაბათს 2026 წლის 20 მაისს, როდესაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს მაიამიში დაავალა გამოეცხადებინა ოფიციალური ბრალდება რაულ კასტროს წინააღმდეგ, რომელიც ძველი ხელმძღვანელობიდან დარჩენილი ბოლო ცოცხალი კასტროა, იმ წრიდან, რომელიც კუნძულს 10 წლეულების განმავლობაში მართავდა. ბრალდება ეხება ფიდელის ძმას, კუბის შეიარაღებული ძალების ყოფილ ხელმძღვანელს და ყოფილ პრეზიდენტს. მიყოფილ პრეზიდენტს მისი სავარაუდო მონაწილეობისთვის შეთქმულებაში, რომელიც დასრულდა 1986 წელს, როდესაც ჯგუფი ძმები გადასარჩენადის ორი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს საერთაშორისო წყლებში, იმ დროს, როცა ისინი ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდნენ კუბელების დასახმარებლად, რომლებიც დიქტატურისგან გაქცევას ზღვით ცდილობდნენ. ტრამპის მთავრობამ განცხადება თავისუფლებების კოშკში გააკეთა კუბელი ემიგრანტების წინაშინა და 30 წლის წინანდელი ღია ჭრილობა პირდაპირ სამართლებრივი ზეწოლის იარაღად გადააქცია კასტროს ოჯახის საბოლოო სიმბოლოზე. ეხლა რაულს აღარ განიხილავენ მხოლოდ როგორც კუბური კომუნიზმის ისტორიულ ფიგურას, არამედ როგორც ამერიკის სასამართლოს მიერ ბრალდებულს უიარაღო სამოქალაქო პირების მკვლელობაში. და თუ ვაშინგტონმა გადაწყვიტა ამ საქმეში ეხლა ჩაერიოს კუბის დამოუკიდებლობის სიმბოლურ დრეს, კიდევ რა შეიძლება მოხვეს ჰავანას წინააღმდეგ ამ პირველ დარტყმას? და რატომ აირჩიეს სწორედ 20 მაისი კუბის სტადამოუკიდებლობის სიმბოლო ამ ბრალდების წარსადგენად? ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ თუ აქვს CNPJ Instagram-ის ანგარიში, ან თუნდაც ვებგვერდის დომენი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ბიზნესის სახელი დაცულია, მაგრამ ასე არ მუშაობს ეს საკითხი. სიმართლე მარტივია. ბრენდი ნამდვილად მხოლოდ მაშინ არის თქვენი, როცა ის რეგისტრირებულია ENPI-ში. ამ რეგისტრაციის გარეშე ნებისმიერ კომპანიას შეუძლია სცადოს იგივე სახელის გამოყენება, ეცადოს თქვენი იდენტობის მითვისებას და საფრთხე შეუქმნას ყველაფერს, რაც თქვენ შექმნით. სწორედ ამიტომ ერთვება ამ პროცესში MoveOn. უკვე 10,000-ზე მეტი ბრენდია დაცული, მომსახურება სრულად ონლაინ რეჟიმშია და კომპანია 17-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. MoveOn ბრენდების რეგისტრაციის სფეროში ავტორიტეტად იქცა და ეს კომპანია ჩემი სრული ნდობით სარგებლობს. ასე რომ, ნუ დაელოდებით პრობლემის გაჩენას, რომ შემდეგ დაიწყოთ გამოსავლის ძებნა. დაიცავით თქვენი ბიზნესის სახელი ახლავე, ბმული აღწერაშია და ასევე ამ QR კოდზე ეკრანზე. განცხადება მაიამიში თავისუფლების კოშკში მოხდა, რომელიც კუბელი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. იქ ფედერალური და შტატური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მსხვერპლთა ოჯახის წევრების წინაშე დროებითმა გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანჩიმ განაცხადა, რომ ტრამპის მთავრობა არ ივიწყებს თავის მოქალაქეებს და რომ უცხოელი ლიდერები ვერ მოკლავენ ამერიკელებს. და უბრალოდ დაელოდოს დროის გასვლას. ეს ფრაზა ახალი შეტევის პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს. თეთრი სახლი ამ საქმეს როგორც დანაშაულს, ასევე გზავნილადაც განიხილავს. ვინც ამერიკელების სიკვდილი დაავალა, მონაწილეობდა ან დაფარა, არ იქნება დაცული არც თანამდებობით, არც ასაკით და არც მანძილით. ბრალდება მაიამის ფედერალური დიდი ჟიურის მიერ იქნა წარდგენილი და დღეს გახდა ცნობილი, ზუსტად იმ დღეს, რომელიც კუბელებისთვის მნიშვნელოვანია, 20 მაისი, კუბის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული თარიღი. სამართლიანობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რაულ მოდესტო კასტრო რუისი 94 წლის ბრალდებულია კიდევ 5 ბრალდებულთან ერთად, რომლებიც კუბის რეჟიმთან არიან დაკავშირებულნი. ბრალდებაში აღნიშნულია, რომ კუბის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები ესროლეს ორ უიარაღო სამოქალაქო თვითმფრინავს, ორგანიზაცია ძმები გადასარჩენადისგან, რის შედეგადაც დაიღუპნენ კარლოს კოსტა, არმანდო ალეხანდრე უმცროსი, მარიო დელაპენია და პაბლო მორალესი. ჯგუფმა ძმები გადასარჩენად განაცხადა, რომ ჯგუფი ძმები გადასარჩენად მოქმედებდა ფლორიდის სამხრეთიდან ჰუმანიტარული მისიებით. მათი ამოცანა იყო ზღვაში საფრთხეში მყოფი კუბელების პოვნა, ადამიანების, რომლებიც ცდილობდნენ კუნძულზე რეპრესიებისგან გაქცევას მყიფე ნავებით. ბრალდების მიხედვით, კუბის დაზვერვის აგენტებმა ორგანიზაციაში შეაღწიეს და ფრენების შესახებ ინფორმაცია რეჟიმს გადასცეს. ეს გარემოება საქმეს კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ეს არც საბრძოლო შეცდომა იყო და არც მარშრუტის არევა, არამედ წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. რაულ კასტრო გამოჩნდა ბრალდების ცენტრში, რადგან იმ პერიოდში ის კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მინისტრი იყო. სამართლიანობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ სამხედრო სარდლობის ჯაჭვი მისი ზედამხედველობით თვითმფრინავებზე თავდასხმა გამოიწვია. პროკურორები ასევე ამბობენ, რომ ჩამოგდებამდე რამდენიმე კვირით ადრე კუბელმა პილოტებმა ჩაატარეს წვრთნები თვითმფრინავების მოსაძებნად და დასაცავად. თვითმფრინავები თავდასხმის დღეს 3 თვითმფრინავი გაფრინდა ოპალოკადან ფლორიდაში და 2 მათგანი კუბის ტერიტორიის გარეთ გაანადგურეს. ტრამპის გადაწყვეტილება ჰავანას პოლიტიკური ჯოჯოხეთისკენ უხსნის კარს, რადგან ეს საქმე მეხსიერების სფეროდან გამოაქვს და ბოლო კასტროს ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების წინაშე ატენებს.
წლების განმავლობაში კუბის დიქტატურა ამ ეპიზოდს წარსულში დამარხულ ამბად მიიჩნევდა. ახლა კი წარსული დაბრუნდა საქმის ნომრით, ოფიციალური ბრალდებით და სამუდამო პატიმრობის ან ამერიკული კანონით ყველაზე მძიმე დრანაშაულებისთვის გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელის შესაძლებლობით. იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოდ ითვლებიან, მაგრამ პოლიტიკური ჟესტი უკვე გაკეთებულია. ვაშინგტონმა კასტროს სახელი ფედერალურ სისხლის სამართლის ბრალდებაში შეიტანა. ეს ნაბიჯი ასევე აჩვენებს განსხვავებას კუბასთან დაახლოების ძველ განცხადებებსა და ტრამპის მკაცრ ხაზს შორის. ახალი ბრალდება არც დიპლომატიური რბილი ჟესტია და არც ჰავანისთვის გულის მოგების მცდელობა. ის მოდის კუბის რეჟიმზე უფრო ფართო ზეწოლის ფონზე, სანქციებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, კომუნისტური ელიტის კრიტიკით და საჯარო მხარდაჭერით იმ კუბელების მიმართ, რომლებიც დეფიციტსა და რეპრესიებს განიცდიან. Reutersმა და Associated Press-მა ეს შემთხვევა შეაფასეს როგორც აშშ-ის ზეწოლის კამპანიის მკვეთრი ესკალაცია კუბის მიმართ. მაიამი აშკარა მიზეზით აირჩიეს. ქალაქში ცხოვრობს კუბური დიასპორა, რომელიც პირადად იცნობს კომუნიზმის მიმდინარეობას კუნძულზე. ბევრი დევნილი ფლორიდაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც რეჟიმის პირობებში სახლი, ოჯახი, თავისუფლება და მომავალი დაკარგა. ამიტომ განცხადების ვაშინგტონში გაკეთებას იურიდიული მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ თავისუფლების კოშკში გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკური და ემოციური დატვირთვა ჰქონდა. მესიჯი გაკეთდა იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ეს საქმე 10 წლეულების განმავლობაში ატარეს და არასდროს დაუჯერებიათ ვერსია, რომ ჰუმანიტარული პილოტები ისტორიის სქოლიოდ იქცეოდნენ. პროკურორმა ჯეისონ რიდმა კინიონესში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დრომკვლელობას ვერ წაშლის. ეს განცხადება პირდაპირ შეეხო დაუსჯელობის თეორიას, რომელმაც კუბის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში დაიცვა. ფიდელი 2016 წელს გარდაიცვალა. მაგრამ რაულს კვლავ გავლენიან ფიგურად მიიჩნევდნენ სისტემაში. თუნდაც პრეზიდენტობის გარეშე მისი სახელი კვლავ მნიშვნელოვან წონას ატარებს კუნძულის პოლიტიკურ და სამხედრო სტრუქტურაში. ამიტომ დღევანდელი ბრალდება მხოლოდ ხანდაზმულ კაცს კუბაში არ ეხება. ის ეხება კასტროს სახელს, ისტორიულ საკრდენს, რომელიც დღემდე ინარჩუნებს რეჟიმის ნარატივის დიდ ნაწილს. ბრალდება ასევე რთულ მდგომარეობაში აყენებს ჰავანას, რადგან თვითმფრინავების საქმე ცნობილია, დოკუმენტირებულია და კარგად ახსოვს კუბურ-ამერიკულ საზოგადოებას. ეს აბსტრაქტული ეპიზოდი არ არის. მსხვერპლთა სახელები ცერემონიაზე რამდენჯერმე გაიმეორეს, ოჯახები ადგილზე იმყოფებოდნენ. და იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალდება წარადგინა როგორც FBI-ის მუშაობის შედეგი. ფედერალური პროკურორები, დაზვერვის ანალიტიკოსები და ფლორიდის პარტნიორები. ახლა ყველაზე რთული ნაწილი მოდის. როგორ ჩამოიყვანონ რაულ კასტრო შეერთებულ შტატებში. ტოდ ბლანჩმა აღიარა, რომ ამერიკის მთავრობა ხშირად ცდებს ბრალს ადამიანებს შეერთებული შტატების ტერიტორიის გარეთ. და რომ არსებობს სხვადასხვა გზა, რათა ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ. მან სტრატეგია დეტალურად არ განმარტა, მაგრამ მან კაფიოდ აღნიშნა, რომ ბრალდება მხოლოდ სიმბოლური ეფექტისთვის არ წარუდგენიათ. არსებობს ორდერი და მოლოდინი იმისა, რომ ისინი ან გამოცხადდებიან, ან დააკავებენ მათ სამართლებრივი გზით. ფაქტობრივად ეს ნებისმიერი საერთაშორისო გადაადგილება რაულ კასტროსა და დანარჩენი ბრალდებულებისთვის მუდმივ იურიდიულ რისკად აქცევს. კუბამ უპასუხა, რომ ეს ქმედება შეთითხნილია და პოლიტიკურად მოტივირებული, მაგრამ ეს პასუხი უკვე მოსალოდნელი იყო. რეჟიმი ცდილობს ბრალდება როგორც გარე აგრესია გატიდოს, რადგან იცის, რომ ეს პროცესი სუსტ წერტილს ეხება, ძველი კომუნისტური ელიტის დაუსჯელობის იმიჯს. დრეიდან რაულ კასტრო აღარ ჩანს მხოლოდ როგორც ყოფილი პრეზიდენტი ან ფიდელის ძმა. ის აშშ-ის ფედერალურ დოკუმენტებში ფიგურირებს როგორც ბრალდებული შეთქმულებაში მონაწილეობაში, რომელმაც სამოქალაქო პირების ჰაერში დაღუპვა გამოიწვია. ეს ბრალდება ასევე აძლიერებს მარკო რუბიოს და ჰავანას მიმართ ყველაზე მკაცრი ფრთის როლს აშშ-ის პოლიტიკაში. რუბიო, რომელიც კუბელი მშობლების შვილია, პირდაპირ ზეწოლისა და კუნძულს მართავი ელიტის პასუხისგებლობის დაკისრების აუცილებლობას იცავს. ბრალდება რაულ კასტროს წინააღმდეგ მაშინ მოდის, როცა კუბა შიდა კრიზისს, ენერგიის დეფიციტსა და პოლიტიკურ დაღლიობას განიცდის. შეტყობინება რეგიონის სხვა დიქტატურებისთვისაც ნათელია. თეთრი სახლი ამბობს, რომ დანაშაულები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების წინააღმდეგ შეიძლება კვლავ განიხილებოდეს, თუნდაც 10 წლეულების შემდეგ. ეს აშინებს რეჟიმებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ფიქრს, რომ დრო ყველაფერს აგვარებს. კუბის შემთხვევაში დრო ვერ წაშალა მსხვერპლთა სახელები, ვერ წაშალა ემიგრაციის აღშფოთება და ვერ წაშალა სამხედრო სარდლობის ჯაჭვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის კვალი, რომელსაც ვაშინგტონი ახლა სასამართლოზე გატანას აპირებს. შემდეგი ნაბიჯი იქნება ბრალდების კონკრეტულ ზეწოლად გადაქცევა.
ტრამპმა კუბაში ჯოჯოხეთი დაატრიალა, რადგან მან დააყენა ძველი რევოლუციური ხელმძღვანელობის ბოლო კასტრო ბრალდების წინაშე, რომელსაც რეჟიმი პროპაგანდით ვერ შლის. მე ვარ მილსონ ალვესი, ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.